გამარჯობა, თქვენ უყურებთ Microsoft Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილს თემაზე ჩარტები, დიაგრამები, კოლონ და bar ტიპის დიაგრამები. მოვნიშნოთ მოცემული ტექსტი სრულად გარდა სულ მონაცემებისა. შევიდეთ Insert menu-ში და ავირჩიოთ ბრძანება კოლონ ტიპის პირველი ჩარტი. პირველი ჩარტის აგებისთანავე თქვენ ხედავთ, რომ მონაცემები გაყიდვებილ არებში არის ლურჯად და გეგმა არებში გახლავთ წითლად. მოცემული ჩარტი გვაჩვენებს რეალურ სურათს, რომ არც ერთ თვეში არ მოხდა გეგმის შესრულება. ახლა გადავიდეთ მეორე შიტზე, მოვნიშნოთ იგივე მონაცემები და ავაგოთ ისევ Insert menu-თი შემდეგი ტიპის ჩარტი, რომელსაც ქვია უკვე stacked column-ი, სადაც მონიშნულ დიაპაზონში კარგად გამოვიდა უკვე ჩარტი, სადაც გაყიდულებილ არებში და გეგმალ არებში ერთმანეთს დაემატა. ეს არ არის რეალურად ის ჩარტი, რომელიც ასეთი ტიპის ინფორმაციას უნდა ასახავდეს. მაგრამ თუ გაყიდულილ არებში, მაგალითად, იქნებოდა ზამთარში და გვექნებოდა აქეთ გაყიდული მონაცემები ლარებში გაზაფხულზე, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნებოდა, რომ გვეთქვა, რომ ეს ტიპი რეალური ჩარტია, რომელიც აჩვენებს ჯამურად ორივე სეზონის გაყიდვებს, ასე ვთქვათ, თბილისის მასშტაბით. შემდეგი ტიპი უკვე ჩარტისა კი გახლავთ კვლავ მოვნიშნეთ, კვლავ შევედით Insert menu-ში, კვლავ ავირჩიეთ კოლონ ტიპი და უკვე მესამე ტიპი შევარჩიოთ. ამ შემთხვევაში უკვე ნახეთ რა გამოდის გამოსახულებაზე, გამოდის, როდესაც მონაცემები გვაქვს 100%-ად მოცემული, რომელს რამდენი პროცენტია კი იმას აჩვენებს. იმისათვის რომ უფრო ნათელი გახდეს, მაგალითად ერთ-ერთ მათგანს, მაგალითად თბილისის გეგმას 50,000 და 60,000 რომ იყო, შევამცირებ და მაგალითად დავიყვან 160,000-ზე. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე დავინახავთ, რომ პროცენტული გადათანაწილება შეიცვალა, თუმცა კოლონების სიმაღლე თანაბარი დაღწია, რადგან ყველა მათგანი 100%-ია გამოსახული. და მარტო ამ ჩარტის ყურებით ჩვენ ვერ მივხვდებით ეს რეალურად ძალიან დიდი რიცხვია, თუ ძალიან დიდი რიცხვი არ არის, რადგან ასე მაგალითად შემიძლია გაჩვენოთ, რომ აქ მხოლოდ დავწერთ 16 და აქ კი დავწერთ მხოლოდ 30. და როგორც ხედავთ, ანუ აი ამ მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს 30 უფრო მეტია, ვიდრე მაგალითად აი ეს 50,000. სინამდვილეში კი რასაკვირველია, ძალიან ნაცვლად და კარგად ვიცით, რომ 50,000 ბევრად მეტია, ვიდრე ციფრი 30. ასე რომ გააჩნია რა ტიპის მონაცემი გაქვთ, რომ შეარჩიოთ სწორად ჩარტი. მონიშნულ ტექსტზე ავაგოთ ახალი დიაგრამა. ახალი დიაგრამა კი შეგვიძლია შევარჩიოთ უკვე 3D კატეგორიიდან, მაგალითად ავირჩიეთ 3D, როგორც ხედავთ, აი მოცემულია უკვე 3D-ში, ანუ 3 განზომილებაში ჩვენი ჩარტი. მეტი არაფრით არ განსხვავდება, უბრალოდ 2D-ს აი ამ ჩარტისგან განსხვავებით, ის არის 3D-ში. შემდეგი მონაცემისთვის კვლავ მოვნიშნეთ, კვლავ Insert-ი, კვლავ ავირჩიოთ კოლონები და ახლა უკვე ერთმანეთზე დამატებული ოღონდ 3D ტიპის ჩარტი, ასეთი გამოსახულებით და ასევე შეგვიძლია მოვნიშნოთ, მივცეთ Insert-ი და ავიღოთ 3D ოღონდ 100%-ში მოცემული გამოსახულება. და ბოლოს bar ტიპის ჩარტი მინდა გაჩვენოთ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ მონაცემები, აირჩიოთ მაგალითად Insert-ი, შემდეგ მიუთითოთ მაგალითად ბრძანება bar, ან ესეთი, ან ისეთი, ან თქვენ როგორიც გნებავთ ნებისმიერი, როგორც ხედავთ, ყველაფერი იგივე არის გადატრიალებულიც და გექნებათ უკვე აი ესეთი გამოსახულება. ასევე კიდევ ერთ ჩარტს ავაგებ თქვენთან ერთად, აქ მაგალითად გვაქვს ასეთი ტიპის მონაცემები და აი ამაზე უკვე გვინდა ავაგოთ column ტიპის ჩარტი, აი ესეთი ტიპის ჩარტი, სადაც ჩვენ ბრძანება move chart-ით new sheet-ზე გადავალთ, okay, და აი შეხედეთ როგორ გამოიყურება უკვე ეს მონაცემები. რა თქმა უნდა, ეს რიცხვები ძალიან პატარაა და ამიტომ ჩანს ასე. თუ ამ რიცხვების მონაცემებს გავზდით, მაგალითად დავწერთ ეს არის 100,000, შემდეგ დავწერთ 50,000, შემდეგ 40,000 და დავუბრუნდებით ჩარტებს, დავინახავთ, რომ უკვე აი ესეთი ტიპის მონაცემები მოგვცა. სადაც ბრძანება switch row and column-ი გაუცვლის ადგილს ქალაქებს და გეგმებს და შესრულებებს და დაფარვას. მადლობა ყურადღებისთვის.